მოგესალმებით მეგობრებო. მე ლევან ქერდიყოშვილი ვარ, ეს კი კრივის სამყაროს მორიგი ეპიზოდია. აღნიშნული კვირა არის ძალიან დატვირთული ქართულ კრივში, ეს ეხება განსაკუთრებით პროფესიონალურ კრივს. სწორედ ამიტომაც ჩვენ ვისაუბრებთ დღეს საქართველოში დაგეგმილ გრანდიოზულ საკრივო შოუზე. მოგეხსენებათ 15 მარტს რუსთავში, ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის ძალიან დიდი ღონისძიება იგეგმება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ქართული კრივის ნამდვილი ვარსკვლავები. მთავარ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, იქნება ლაშა გურული, რომლისთვისაც ეს არის დებიუტი პროფესიონალურ რინგზე. რაც შეეხება დანარჩენ ბრძოლებს, არანაკლებ საინტერესო და ძალიან მაგარი ბრძოლები გვაქვს. მსოფლიო ქამრის მომავალი პრეტენდენტი ირაკლი მელიქიშვილი გამართავს თავის მომდევნო ორთაბრძოლას, ასევე უცხოელი მეტოქეების წინააღმდეგ მიიღებენ მონაწილეობას ორთაბრძოლებში ლაშა კერესელიძე და გიორგი ჭიღლაძე. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი არის საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი და მხარდამჭერები რუსთავის მერია, სპორტის სამინისტრო. მე დღეს ვისაუბრებ აი ამ ღონისძიებაზე, რა თქმა უნდა, ესეთი შოუ ძალიან დიდი ხანია ქართული კრივის კომაქს არ უნახავს და ზოგადად ვისაუბრებ ქართულ პროფესიონალურ კრივში მიმდინარე ძალიან საინტერესო და სასიხარულო ცვლილებებზე. პირველ რიგში კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პროფესიონალური კრივის კავშირმა წელს დაგეგმა მინიმუმ 10 უმაღლესი დონის საკრივო შოუ, რომელთანაც პირველი არის სწორედ 15 მარტის რუსთავში გასამართი ღონისძიება. აღნიშნული ღონისძიების შემდეგ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ყოველთვიურად ტურნირები, რომელიც იქნება როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. რაც შეეხება უშუალოდ 15 მარტის ღონისძიებას, აქ გვეყოლება საერთო ჯამში 14 წყვილი და მე ვეცდები დღევანდელ ჩვენს გადაცემაში განვიხილო ეს წყვილები, გაგაცნოთ მათ შესახებ ინფორმაცია და უფრო მეტად რომ გავიგოთ ვინ იბრძოლებენ, რატო იბრძოლებენ, რას უნდა ველოდეთ, მოკლედ აი ამ ორთაბრძოლებისგან. აქვე გეტყვით რომ ბილეთები თითქმის მთლიანად უკვე გაყიდულია, ძალიან დიდი ხალხმრავლობა იქნება 15 მარტს რუსთავში. გეტყვით იმასაც, რომ პირდაპირ რეპორტაჟი აღნიშნული ღონისძიების გავა YouTube-ის არხზე Boxing Georgia, ასევე მთავარი ბრძოლების რეპორტაჟი პარალელურად გადაიცემა Silk Sport-ის ტელევიზია Silk Sport-ის ეთერში. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენ წყვილებს, მოდი მივყვებით თანმიმდევრობით. პირველი წყვილი ეს იქნება 67 კილოგრამ-წონით კატეგორიაში. მესტიელი ზურაბ ნიგურიანი რინგზე გავა ქუთაისელი ჯონი ნემსაძის წინააღმდეგ. რა შეიძლება ითქვას ამ მოკრივეებზე? პირველ რიგში შეგვიძლია ვთქვათ ზურაბ ნიგურიანი, რომელიც არის მესტიელი, თუმცა წარმოადგენს ბათუმის კრივის აკადემიას, არის დაუმარცხებელი მოკრივე, ძალიან მაგარი მებრძოლი და რაღაც პაუზა ჰქონდა პროფესიონალურ რინგზში, დაახლოებით 1 წლიანი. ახლა კი ზურაბი უბრუნდება პროფესიონალურ კრივის რინგს და მისგან მხოლოდ და მხოლოდ წარმატებისთვის და გამარჯვებისთვის ბრძოლას უნდა ველოდოთ. რაც შეეხება მის მეტოქეს, ჯონი ნემსაძე ახალგაზრდა ქუთაისელი მოკრივეა, უკვე გამართა რამოდენიმე ბრძოლა როგორც საქართველოში და უნდა აღნიშნოს, რომ საზღვარგარეთ დებიუტიც შედგა უკვე ჯონის შვეიცარიაში, საკმაოდ წარმატებული, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ მოიგო ეს ბრძოლა, თავისი პირველივე გასვლითი ბრძოლა ჯონი ნემსაძემ შვეიცარიაში, იბრძვის ყოველთვის ბოლომდე, აქვს ძალიან მაგარი დარტყმა ჯონის, არის ძალიან პერსპექტიული მოკრივე, ბექგრაუნდი აქვს კიკბოქსინგის ძირითადად, თუმცა პროფესიონალურ კრივში ძალიან კარგად ადაპტირდა, კარგად დაიმკვიდრა უკვე ადგილი და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს ჯონი ნემსაძეც აი ამ დაპირისპირებაში. შემდეგი წყვილი არის ძალიან საინტერესო პირადად ჩემთვის, ერთ-ერთი გამორჩეული ბრძოლა იქნება ესეც, ეს არის გოგა ციკოლია, თბილისელი მოკრივე გიორგი მჭედლიშვილის წინააღმდეგ. რაც შეეხება გოგა ციკოლიას, წინა ღონისძიებებზე თქვენ ვინც ჩართული ხართ სიღრმისეულად ქართული პროფესიონალური კრივის საკითხებში, ნახავდით რომ გოგა ციკოლიას აქვს ძალიან მაგარი პროგრესი. ძალიან მაგარი ბრძოლები გამართა უკანასკნელ პერიოდში გოგა ციკოლიამ თბილისში გამართულ ორთაბრძოლებში, მისი დებიუტი საზღვარგარეთ ჯერ არ შემდგარა, თუმცა დარწმუნებული ვარ, სულ მალე ექნება უკვე ამის შესაძლებლობა გოგასაც უკვე იმ დონეზე არის მისული, რომ თავისუფლად შესაძლებელია საზღვარგარეთ გასვლებიც. გოგა ყოველთვის იბრძვის გამარჯვებისთვის, აღწევს ამ ყველაფერს, საკმაოდ ლამაზი კრივი აქვს, წარმატებული სერია აქვს გამარჯვებების და 71 კილოგრამ-წონით კატეგორიაში გოგა აპირებს, რომ საქართველოში იყოს პირველი ნომერი.
შესაბამისად, ამ კუთხით უნდა ველოდოთ, რომ მართლაც ძალიან მაგარი ჯახი გამოვა და რაც შეეხება მის მეტოქეს, გიორგი მჭედლიშვილის გიორგი ახალგაზრდა მოკრევია, რომლის მიერ შესრულებული ნოკაუტით შვეიცარიაში დასახელდა 2024 წლის საუკეთესო ნოკაუტად ქართველ პროფესიონალ მოკრევეთა შესრულებით. ეს უკვე ბევრ ამაზე მეტყველებს. გიორგი ის მოკრევია, რომელსაც საქართველოში აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ორთაბრძოლა აქამდე გამართული, დანარჩენი თავისი ორთაბრძოლები აქვს საზღვარგარეთ და ყველა ბრძოლაში, რა ვიცი, იმდენი გამარჯვებები აქვს უკვე ჩამოტანილი, იმდენი წარმატებები აქვს ჩამოტანილი უცხოეთიდან, რომ აი ამ კუთხითაც ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული თანამედროვე ქართველი მოკრევია. შესაბამისად, ველით აი ამ ორთაბრძოლაში დაუნდობელ ბრძოლას დაუნდობელ ჯახს და ნახოთ საით გადაიხრება, ვინ გაიღვიძებს უკეთეს განწყობით, ვინ უკეთეს იღბალზე და ვინ შეძლებს და მოიპოვებს გამარჯვებას, ამას ჩვენ ყველანი ერთად ვნახავთ. შემდეგი წყვილი ეს არის 70 კილოგრამამდე წონითი კატეგორია. ჩვენ აქ ვნახავთ ორთაბრძოლაში თავის მეორე ბრძოლას გამართავს ზუგდიდელი გივი თოდუა, რომელიც პირველი ბრძოლა, რომელმაც 2024 წელს გამართა პროფესიონალურ რინგზე, საკმაოდ ადვილად გაიმარჯვა და აი უკვე თავის მეორე ორთაბრძოლას გამართავს ხვიჩა ფუტკარაძის წინააღმდეგ. ხვიჩა ფუტკარაძესთვის ეს არის დებიუტი, სადებიუტო ბრძოლა პროფესიონალურ რინგზე, ვნახე მისი სპარინგები, ვნახე მისი ვარჯიში, საკმაოდ კარგ ფორმაშია, ძალიან მოტივირებულია, მომზადებულია ხვიჩა ფუტკარაძე, ასაკით უფრო დიდია გივიზე, თუმცა ვნახოთ აი ამ ორთაბრძოლაში უკვე ძალიან ბევრი რამ უნდა გამოჩნდეს, გივი თოდუასგან ძალიან ბევრს ველი პირადად მე, ისე როგორც ხვიჩა ფუტკარაძის შესრულებაც მაინტერესებს რინგზე და დარწმუნებული ვარ, ტოლს არ დაუდებს არაფერში თავის ვიზავის. შემდეგი წონითი კატეგორია არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაგარი 6 რაუნდიანი ბრძოლა შედგება გამორჩეული და გამოცდილ მოკრევეთა შორის. ესენი არიან თბილისელი ედგარ სარქისიანი და რუსთაველი ბაჩო ჯინჭარაძე. ბაჩო ჯინჭარაძე 2024 წელს საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის მიერ დასახელდა 2024 წლის მებრძოლ სულად, გამომდინარე მის მიერ ჩატარებული ძალიან წარმატებული ორთაბრძოლებისა, რომელიც მან გამართა უცხოეთში და წარმატებულთან ერთად რაოდენობრივადაც მხოლოდ გასულ წელს ბაჩო ჯინჭარაძეს ჰქონდა 13 ორთაბრძოლა გასვლითი, რომელშიც ძალიან დიდი შემართება, დიდი კლასი გამოავლინა და მე ყველა გადაცემაში ვხუმრობ ხოლმე, რომ ბაჩო ჯინჭარაძე, მაგალითად საფრანგეთში ბაჩო ჯინჭარაძის სახელი რო ახსენო, ყველა მწვრთნელი გეტყვის ადგილობრივი კრივის კლუბების, რომ ჩემს მოსწავლეებს, სუბუქწონოსან მოსწავლეებს ვაშინებთ, რომ კარგად ივარჯიშეთ, თორე ბაჩო ჯინჭარაძე ჩამოვა და ვერ გადაურჩები რინგზე, იმიტომ რომ ისეთ დღეში ყავს ჩაყრილი ადგილობრივი მათი ფალავნები. რაც შეეხება ედგარ სარქისიანს, ედგარ სარქისიანი გამოცდილი მოკრევია, თუმცა გაცილებით ახალგაზრდა, ვიდრე ბაჩო ჯინჭარაძე. არაერთი წარმატება აქვს ედგარსაც მიღწეული. ედგარი წარმოადგენს თბილის კრივის კლუბ სპარტანელებს. ძალიან ჩამოყალიბებული, ისეთი დახვეწილი კრივის კლუბად ჩამოყალიბდა თავად კრივის კლუბი სპარტანელები, მათი მწვრთნელის ერიკ პოგოსიანის ხელმძღვანელობით, რაც შეეხება ედგარ სარქისიანს, არ ვიცი, ძალიან მონდომებული, ძალიან მაგარი მოკრევია, ძალიან დიდი გამოცდილებით უკვე. ედგარიც მოდის კიკბოქსინგიდან, თავის დროზე სხვათა შორის ბაჩოსაც აქვს კიკბოქსინგის გამოცდილება, კრევისაც ორივეს უკვე სამოყვარულო რინგზეც აქვს ბედინაცადი და ახლა უკვე პროფესიონალურ რინგზე შედგება მათი დაპირისპირება. დაპირისპირებას აქვს თავისი ერთგვარი ფონი და ბექგრაუნდი. ეს დაპირისპირება მოითხოვა ედგარ სარქისიანმა ბაჩოსთან ბრძოლა. ბაჩო კი ის მებრძოლია, რომელიც უარს არასოდეს არ ამბობს, დათანხმდა ამ გამოწვევას ერთი პირობით, რომ ეს ორთაბრძოლა შედგებოდა 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში. გამომდინარე იქიდან, რომ რეალური წონა ბაჩოსი ეს არის, მართალია უცხოეთში გაცილებით მაღალწონიანებსაც თავისუფლად ეპაექრება, თუმცა საქართველოში რომ თანაბარ პირობებში ყოფილიყვნენ, ეს პირობა ჰქონდა ბაჩო ჯინჭარაძეს, ედგარ სარქისიანი ამ პირობაზე დათანხმდა
და მოკლედ აი ახლა ამ წუთებში ვიცი რომ არის წონისკლების პროცესში და სრული სერიოზულობით ემზადება მომავალი დაპირისპირებისთვის. მე ამ ბრძოლაში არ ვიცი, პირადად მე 50-50-ზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ერთი რამე ვიცი რომ უკან არავინ არ დაიხევს, ერთი რამე ვიცი რომ ძალიან დიდი ჯახი იქნება, ვიცი რომ სარქისიანს მოყვება გულშემატკივრების დიდი ამალა თბილისიდან, ისევე როგორც ბაჩო ჯინჭარაძე რუსთაველი მოკრევია და ადგილზე ხომაგობა და მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, არ მოაკლდება. შემდეგი წყვილი არის უკვე მძიმე წონითი კატეგორია, სადაც ძალიან საინტერესო ორთაბრძოლას უნდა ველოდოთ. გამომდინარე იქიდან, რომ რინგზე თავის მორიგ ბრძოლას მართავს ძალიან საინტერესო და პერსპექტიული, ძალიან ახალგაზრდა მოკრევე ავთანდილ მდინარიძე, ვარიანის კრივის კლუბიდან, ხოლო მისი მეტოქე საკმაოდ გამოცდილი თამაზ იზორია იქნება. რაც შეეხება ამ მოკრივეებს, იზორიას წარდგენა არ ჭირდება ქართული პროფესიონალური კრივის კომაგის წინაშე. ძალიან ბევრი ბრძოლები აქვს უკვე თამას გამართული, თუმცა ქონდა წყვეტა პროფესიონალური კრივის რინგზე, ბრუნდება ახლა თამაზ იზორია და ბრუნდება ახალგაზრდა ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, თავის მხრივ ავთანდილ მდინარიძე რა თქმა უნდა გაიზარდოს სწორედ აი ასეთ ორთაბრძოლებში, აი ასეთ გამოცდილ მებრძოლებთან, როგორც თამაზ იზორია. ნახოთ როგორ წარიმართება ეს ბრძოლა, რა შედეგით დასრულდება, გაიმარჯვებს ახალგაზრდული ჟინი და შემართება თუ აი ის გამოცდილება, რაც იზორიას უკვე წლების განმავლობაში აქვს დაგროვილი, ჩვენ ამას ყველა ერთად ვნახავთ 15 მარტს რუსთავში. შემდეგი წყვილი იქნება ქალთა წყვილი, რაც ასევე ძალიან დიდი ინტერესს იწვევს ყოველთვის. და საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირს აქცენტი აქვს აღებული ქალთა კრივზე, ქალთა კრივის განვითარებაზე და ძალიან საინტერესო ბრძოლას უნდა ველოდოთ აი ამ წყვილშიც, ეს არის 57 კილოგრამამდე წონითი კატეგორია, სადაც თავის მეორე ორთაბრძოლას გამართავს რინგზე თბილისელი ნინა რევია. პირველი ბრძოლა მას ჰქონდა ლორენა სურმანიძესთან გასულ წელს, ძალიან მაგარი ორთაბრძოლა იყო, დაუნდობელი ჯახი იყო, ძალიან თანაბარი, ის ბრძოლა ფრედ დასრულდა და სწორედ აი ახლა მისი მეტოქე უკვე დებიუტანტი ახალგაზრდა მოკრევე ნინო ჯანელიძე იქნება. ნინო ჯანელიძე არის გასული წლის საქართველოს ჩემპიონი სამოყვარულო კრივში, ნინა რევია არის წლევანდელი წლის ჩემპიონი სამოყვარულო კრივში, გამორჩეული სპორტსმენები არიან, გამორჩეული შემართებით არიან. და მე პირადად ქალთა კრივის ძალიან საინტერესო ორთაბრძოლას ველი, მათ შორის ნახოთ როგორ წარმოაჩენს თავს ნინა რევიას ბრძოლა უკვე პროფესიონალურ რინგზე ნანახი გვაქვს, ნანახი მაქვს მეც ქართული კრივის კომაგსაც ძალიან მაინტერესებს რას შემოგთავაზებს ნინო ჯანელიძე, დარწმუნებული ვარ რომ ეს ახალგაზრდა მოკრივე თამამად შემოდგავს ფეხს პროფესიონალურ კრივის რინგზე და საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად უკან არაფერზე დაიხევს. მოკლედ ნახოთ, მე ვიცი რომ გულშემატკივარი მათაც ბევრი ეყოლება სოციალურ ქსელებში აჟიოტაჟი უკვე თვალშისაცემია, შესაბამისად უნდა დაველოდოთ მხოლოდ და მხოლოდ უშუალოდ ორთაბრძოლას და მის შედეგს. შემდეგი წონითი კატეგორია იქნება 90 კილოგრამი, 4 რაუნდიანი ბრძოლა, სადაც ძალიან გამორჩეული და გამოცდილი მოკრივეები წარდგებიან ერთმანეთის წინაშე. ეს არის ბათუმის კრივის აკადემიის მოკრივე ფოთელი ირაკლი ალანიძე, ხოლო მის წინააღმდეგ წარდგება ძალიან გამოცდილი მიხეილ ხუციშვილი გორიდან. ამ მოკრივეებსაც რა არ ვიცი, რა შეიძლება ითქვას, უდიდესი გამოცდილება აქვს მიხეილ ხუციშვილს. ევროპაში უძლიერესი მოკრივეების წინააღმდეგ არის რინგზე გასული, მარტო ისეთებთან აქვს ნაბრძოლი, რომელთანაც ყველა მოკრივე ცდილობდა რომ თავი აერიდებინა შეხვედრო და თუ ევროპაში ვინმე ელიტარული და ვინმე პერსპექტიული იყო, მიხეილ ხუციშვილს უკან არავისთან არაფერზე არასოდეს არ დაუხევია რინგზე. ნამდვილი მებრძოლი, რომელსაც აინტერესებს მხოლოდ რინგზე გასვლა, ბრძოლა და უკან დახევა მას არ ჩვევია. რაც შეეხება ირაკლი ალანიძეს, სამოყვარულო კრივში საქართველოს ნაკრების წევრია ირაკლი. მუდმივ ვარჯიშია, მუდმივ შრომაშია, ბათუმის კრივის აკადემიაში მას ყველა პირობა აქვს შექმნილი განვითარებისთვის, წინსვლისთვის. თვითონაც მაქსიმალურად იხარჯება, ცდილობს რომ მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო შედეგები დადოს. ამიტომაც ამ ბრძოლასაც დიდი ინტერესით უნდა ელოდეთ წესით ქართული კრივის კომაგი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ,
მეტად თვალსაჩინო და საინტერესო ორთაბრძოლა იქნება. 15 მარტს რუსთავის სპორტის სასახლეში თანამედროვე ქართული კრივის სახე ლაშა გურულის სადებიუტო ბრძოლა პროფესიონალურ რინგზე და მსოფლიოს რეიტინგო ბრძოლებში მსოფლიო ქამრის მომავალი პრეტენდენტი ირაკლი მელიქიშვილი, გიორგი ჭიღლაძე და ლაშა კერესელიძე უცხოელ მეტოქეთა პირისპირ თქვენთვის დაუვიწყარ ბრძოლებს გამართავენ. ქართული კრივის საუკეთესო მებრძოლების დაუნდობელი ჯახი ნინა რევია, ნინო ჯანელიძე, ედგარ სარქისიანი, ბაჩო ჯინჯარაძე, ირაკლი ალანიძე, მიხეილ ხუციშვილი, ბუხუტი დატიშვილი, დავით შერვაშიძე, გივი თოდუა, ხვიჩა ფუტკარაძე, გიორგი კაპანაძე, ლუკა აკოფიანი, ვალერი გოჯიაშვილი, მაცი ფარჯოლიანი, ზურაბ ნიგურიანი, ჯონი ნემსაძე, ოთარ გოგობერიშვილი, იაგო კიზირია, გიორგი მჭედლიშვილი, თორნიკე ციკლაური, ჯანო ფარცვანია, გიორგი ხოჯელანი, ავთანდილ მდინარიძე, დამაზ იზორია. არ გამოტოვო დაუნდობელი ორთაბრძოლების ისტორიული შოუ უკომაგე ქართულ კრივს. შემდეგი წყვილი ეს იქნება 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ერთმანეთის წინაშე წარდგებიან ჯანო ფარცვანია და გიორგი ხოჯელანი. ჯანო ფარცვანია ზუგდიდელი მოკრივეა, რომელიც ამჟამად თბილისურ კრივის კლუბში ემზადება ზურამ ექერიშვილთან, რაც შეეხება გიორგი ხოჯელანს, თბილისში მისი მწვრთნელი არის დავით დათუსანი. საინტერესო პიროვნება, ძალიან კარგი მწვრთნელი და თვითონ ხოჯელანიც ძალიან გამორჩეული მებრძოლი ბიჭია, ისე როგორც მისი ტყუპისცალი ძმა გელა ხოჯელანი, მართლაც გამორჩეული მოკრივეები არიან. არ აქვთ ბევრი ბრძოლები ჯერ გამართული პროფესიონალური კრივის რინგზე, თუმცა გელაც და გიორგიც თამამად აპირებენ, რომ გააგრძელონ თავისი კარიერა პროფესიონალურ რინგზე და მხოლოდ გამარჯვება არის მათი მიზანი ყველა ბრძოლაში. რაც შეეხება ჯანო ფარცვანიას, როგორც გითხარით, ზუგდიდელი მოკრივე, რომელსაც ასაკით შედარებით უფრო დიდია, თუმცა ადრე ქონდა რამოდენიმე ბრძოლა ჩატარებული პროფესიონალური კრივის რინგზე, შემდეგ ქონდა პაუზა, გასულ წელს დაბრუნდა ჯანო ფარცვანია და აი ახლა კიდევ მორიგ სარეიტინგო ბრძოლას მართავს. ერთი რამე ვიცი, რომ ამ ბრძოლაში არც ერთი მხარე არაფერს არ დათმობს, არც ერთი არ არის არავისზე რაიმეთი ნაკლები და ყველა მხარე მხოლოდ საუკეთესო შედეგისთვის იბრძოლებს. კიდევ ერთი გამორჩეული ორთაბრძოლა გვექნება 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც უნდა ველოდოთ პრინციპულ ჯახს გურჯაანელ ვალერი გოჯიაშვილსა და სიღნაღელ მაცი ფარჯველიანს შორის. პირველ რიგში ვიტყვი ვალერი გოჯიაშვილზე, ამ ახალგაზრდა მოკრივეს უკვე საკმაოდ დაუგროვდა გამოცდილება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, არაერთი გამარჯვება აქვს უცხოეთიდან ჩამოტანილი უკვე საქართველოში ვალერი გოჯიაშვილს, არის ნამდვილი მეომარი, მებრძოლი ბიჭი, რომელიც არ ვიცი, მხოლოდ ორიენტირებულია წარმატებაზე, გამარჯვებაზე, ძალიან მაგარი ვაჟკაცი ბიჭია, დამტყმელი და შესაბამისად მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს და უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტორიც ამ შემთხვევაში, რომ ვალერი გოჯიაშვილის მეტოქე მაცი ფარჯველიანი არის ძმა აკაკი ფარჯველიანისა, რომელიც ასევე გამოცდილი მოკრივეა და ვალერი გოჯიაშვილის ასევე გამოცდილი ოპონენტი. ვალერი გოჯიაშვილს მასთან ორი ბრძოლა აქვს გამართული, ერთი მოგება, ერთი მარცხი, შესაბამისად ეხლა უკვე მის ძმასთან, თქმა უნდა, პრინციპულია ეს დაპირისპირება, საინტერესო იქნება, რაც შემოგთავაზებს ვალერი, რას უპასუხებს მას მაცი ფარჯველიანი, რომელიც თავის მხრივ დაუმარცხებელი მოკრივეა, არა აქვს ჯერ ბევრი ბრძოლები გამართული, თუმცა რაც იბრძოლა, ყველა მოიგო ვაჟკაცურად, მოიგო ძალიან დამაჯერებლად, შესაბამისად ველი აი ამ ორთაბრძოლაში დაუნდობელ ჯახს. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ კახეთის რეგიონს წარმოადგენს ორივე, გურჯაანის და სიღნაღის ერთგვარი დერბი იქნება ამ შემთხვევაში, შესაბამისად ესეც დამატებით ინტრიგას ძენს აი ამ ორთაბრძოლას. თუმცა აქვე აღნიშნავთ, რომ ფარჯველიანს არც თავისი სვანებისგან დააკლდება გულშემატკივრობა და მხარდაჭერა, წარმოშობით სვანეთიდან არის მაცი ფარჯველიანი, ამჟამად სიღნაღის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს და ვარჯიშობს კრივის კლუბ მგლებში, ერთ-ერთ გამორჩეულ კრივის კლუბში, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ მიხეილ ბაკაშვილი და დარწმუნებული ვარ უმაღლეს დონეზე
იქნება მომზადებული, შემართება კი კრევის კლუბ გლების მოკრივეებს არასოდეს აკლიათ, მათი ერთადერთი მიზანი არის გამარჯვება და წინსვლა, პირველ ნომრად მუშაობა რინგზე, ბრძოლა უკან დახევა, არც ერთი ნაბიჯით კრევის კლუბ გლების მოკრივეებმა არ იციან, ეს არის მათი ხელწერა, შესაბამისად არც ამორთა ბრძოლაში უკან დარწმუნებული ვარ არ დაიხევენ, თუმცა როგორ დახვდებათ გურჯაანული კედელი ვალერი გოჯიაშვილის სახით, ამას ჩვენ ყველაფერს ერთად ვიხილავთ 15 მარტს. შემდეგი ორთა ბრძოლა არის ძალიან კიდევ უფრო საინტერესო, ასე ვთქვათ, და ძალიან დიდი ინტრიგა ახლავს თან. გამომდინარე იქიდან, რომ ერთმანეთს ხვდებიან ძალიან მაგარი გამორჩეული მოკრივეები, თანამედროვე ქართული პროფესიონალური კრივის, რომელთაც აბსოლუტურად შესაძლებელი იყო, რომ მაგალითად საქართველოს ქამრისთვისაც კი ებრძოლათ ერთმანეთის წინააღმდეგ, თუმცა ოთარ გოგობერიშვილის ჰქონდა წყვეტა პროფესიონალურ კრევის რინგზე, რეიტინგში არ იყო აქტიური ბოლო წლის განმავლობაში, შესაბამისად ეს ბრძოლა გადაწყდა რომ ყოფილიყო 6 რაუნდიანი იაგო კიზირიას წინააღმდეგ და არ ვიცი ეს იქნება მართლაც ეპიკური ჯახი. გამომდინარე იქიდან რომ ამ ბრძოლასაც აქვს თავისი წინა ისტორია, სამოყვარულო კრივში საქართველოს ჩემპიონატზე ეს ორი მოკრივე ერთმანეთს შეერკინა. Ქონდათ ძალიან თანაბარი, ძალიან მაგარი ბრძოლა, სადაც საბოლოო გამარჯვება მიენიჭა ოთარ გოგობერიშვილს, თუმცა იაგო კიზირია ის მოკრევია, რომელიც მარცხს არასოდეს ეგუება, რომელიც მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვის და აი ახლა უკვე პროფესიონალური კრივის რინგზე 6 რაუნდიან ბრძოლაში ფოთელ კიზირიას მიეცემა შესაძლებლობა, რომ რევანში აიღოს სრულყოფილად და დარწმუნებული ვარ კიზირია აი ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. კიზირიას სტილიც არის სწორედ ასეთი, მხოლოდ წინსვლა, მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრი და თან პირველ ნომრად მუშაობა. რაც შეეხება გოგობერიშვილს, ეს არის თავის დროზე 2019 წელს ოთო მოიგო ევროპაში გამართულ ბრძოლაში ახალგაზრდული მსოფლიო ქამარი საშუალო წონაში და მას შემდეგ ესეც აჩვენებს თუ რა დონის მოკრევია, როგორი პერსპექტიული მოკრევია, გასვლით ბრძოლაზე ქამრის მოგება არის ურთულესი საქმე და რომ არა უმაღლესი დონის კლასი ოთარ გოგობერიშვილი ამას ნამდვილად ვერ შეძლებდა. სწორედ აი ასეთი მოკრევია გოგობერიშვილი, მასაც კიკბოქსინგში აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, კრივშიც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ის პაუზა, რაც ჰქონდა პროფესიონალურ კრივის რინგზე ოთომ ნაყოფიერად გამოიყენა, კიდევ უფრო დახვეწა თავისი საკრივო უნარები, კიდევ უფრო გაძლიერდა ფიზიკურად ძალიან გაძლიერებულია, ტექნიკურად მომატებული აქვს. არ ვიცი, მის ხასიათიდან გამომდინარეც, მის თავში გამარჯვების გარდა სხვა არაფერი ტრიალებს და ეს იქნება ნამდვილად ეპიკური ჯახი. რომელიც ნამდვილად გაახარებს თითოეულ კრივის კომაკს, ნეიტრალური თვალით ვინც იქნება აი ამ ბრძოლას და ნამდვილად ისიამოვნებს დარწმუნებული ვარ, ასე რომ აუცილებლად რო გითხრათ მობრძანდით მეთქი ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ბილეთები გაყიდულია უკვე ფაქტიურად, თუმცა შეგიძლიათ ჩვენს YouTube-ის არხზე Boxing Georgia თვალი მიადევნოთ ამ ორთა ბრძოლებს და არ გამოგჩეთ იაგო კიზირიას და ოთარ გოგობერიშვილის ეპიკური ჯახი. მინდა გითხრათ რომ აი ამ ბრძოლის მერე რუსთავში გასამართ საკრებო შოუზე იქნება პატარა შესვენება, რომლის შემდეგაც უკვე დაიწყება დღის მთავარი ბრძოლები და მთავარ ბრძოლებს 4 რაუნდიანი დაპირისპირებით გახსნის ვარიანელი ლაშა კერესელიძე, რომლის მეტოქეც არის ინდოელი გურპიარ სინქი, რომელიც უკვე აი ამ წუთებში მოემართება საქართველოსკენ და როგორც წინასწარ ვიდეოები ჩაწერა, მხოლოდ გამარჯვებას აპირებს. თუმცა ლაშა კერესელიძე ქართული კრივის მომავალი ვარსკვლავია, დარწმუნებული ვარ, შეძლებს და აი ამ ბრძოლაში არაფერს არ დაუთმობს ინდოელს, მიუხედავად იმისა, რომ ინდოელი თავის წონაში მთელ ინდოეთში გამორჩეული მოკრივეა. ლაშა ის მებრძოლია, რომელმაც თავისი თავი ფაქტიურად თავადვე შექმნა თავისი დიდი შრომის მოყვარეობით და არ აპირებს რომ რამე დაუთმოს მით უმეტეს საკუთარ სამშობლოში. ლაშასთვის ეს იქნება დებიუტი
პროფესიონალურ რინგზე ეს არის უმსუბუქესი წონითი კატეგორიის მოკრივეები და როგორც ამ წონით კატეგორიას შეეფერება, იქნება დარწმუნებული ვარ ძალიან აქტიური კრივი, ძალიან სწრაფი მოძრაობები, ძალიან შეტევითი, ბევრი მოძრაობით და დარწმუნებული ვარ, რომ ამას თავისი სეირი ახლავს, თავისი მაყურებელი ყავს, რომელსაც ძალიან მოწონს და მეც პირადად აი მსუბუქი წონის მოკრივეების ეს სწრაფი მოძრაობები, ეს გადაადგილება, ეს სწრაფი კრივი უფრო თვალსასეიროს ხდის ჩემთვისაც ორთაბრძოლების ხოლმე და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ აი ასეთ ორთაბრძოლას ვიხილავთ ამ შემთხვევაში, თუმცა საბოლოო შედეგი აუცილებლად იქნება ლაშას გამარჯვება, დარწმუნებული ვარ, რომ ლაშა არაფრს დიდებით იმ დუელს აქედან გამარჯვებას არ გაატანს, თუმცა ყველანი ძალიან დიდი მოლოდინით ვართ აი ამ ბრძოლის მიმართ. ამდენადაც ვიცი ინდოელსაც ეყოლება თავისი გულშემატკივრები, საქართველოში მცხოვრები ინდოელების სახით. შესაბამისად ვიცი, რომ ლაშა კერესელიძეს კიდევ ძალიან ბევრი კომაგი მოყავს, სოციალურ ქსელებში შეინიშნება ძალიან დიდი აქტიურობა და მე მგონი დარბაზი დაინგრევა აი ამ ბრძოლაზე, ისეთ მაგარ ორთაბრძოლას ვიხილავთ, ასე რომ არც ეს ბრძოლა გამოტოვოთ, აუცილებლად ნახეთ და შეაფასეთ საკუთარი თვალით. შემდეგი ბრძოლა კი შედგება 91 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მოკრივე გიორგი ჭიღლაძე პირველად იბრძოლებს საქართველოში პროფესიონალურ კრივის რინგზე. მისი ორი ბრძოლა აქვს მას გამართული, ორივე საზღვარგარეთ, ორივე გამარჯვებით, რა თქმა უნდა, და ახლა უკვე ქართული კრივის კომაკს ეძლევა შანსი, რომ გიორგი ჭიღლაძის ორთაბრძოლა იხილოს საქართველოში. გიორგის მეტოქე იქნება ირანელი მოკრივე სეიედ სინა ღალე ბანდი, აი ესე წარმოითქმის მის სახელი და გვარი, საკმაოდ საინტერესო, საკმაოდ გამოცდილი, ფიზიკურად ძლიერი მეტოქე ეყოლება გიორგი ჭიღლაძეს, რომელიც, რა თქმა უნდა, ახლა ირანიდან საქართველოში ტყუილად არ არის ჩამოსული, დარწმუნებული ვარ, დიდი სურვილი ექნება, რომ აქედან გამარჯვება წაიღოს, თუმცა არ ამგონია გიორგი მას რამე დაუთმოს, იმიტომ რომ მართლაც გიორგი ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მოკრივეა, ყველა მონაცემი აქვს, ფიზიკური გნებავთ, მენტალური გნებავთ, რომ უმაღლეს მწვერვალებს მიაღწიოს, ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი მოკრივე ჩამოყალიბდეს და ჩამოყალიბდება კიდეც და ერთ-ერთი აი სწორედ ნაბიჯი იქნება ეს 95 მარტს გასამართ საკრებო შოუ მის კარიერაში, რომ კიდევ უფრო წინ წაეწიოს, რეიტინგში დაწინაურდეს, აჩვენოს კომაკ საკუთარი შესაძლებლობები და დარწმუნებული ვარ, ამ შანსს 100%-ით გამოიყენებს გიორგი ჭიღლაძე და დამაჯერებლად გაიმარჯვებს, იმიტომ რომ მის ხასიათში სხვანაირად არ ზის, სხვანაირი მოქმედება არ ზის, შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას ველით გიორგი ჭიღლაძე. შემდეგი ბრძოლა, ასე ვთქვათ, არის კიდევ უფრო საინტერესო და საინტერესო მიყვება. მოგეხსენებათ, ბოლო წლების ქართულ პროფესიონალურ კრივში გამოიკვეთა ლიდერი ირაკლი მელიქიშვილის სახით, რომელმაც ჯერ საქართველოში გამართა ქართველ მეტოქეებთან ძალიან მაგარი ორთაბრძოლები, შემდეგ მისი რეიტინგი უკვე ავიდა იმ დონეზე, რომ უკვე უცხოეთიდან ვიწევდით მის მოწინააღმდეგეებს და არ ვიცი, ისეთი მაგარი ბრძოლები გამართა თუნდაც გასულ წელს ერთი პანამელი მეტოქის წინააღმდეგ, მეორე თურქი მეტოქის წინააღმდეგ, რომ ქართული კრივის კომაგის გულებში სამუდამოდ გაჭრა თავისი ადგილი ირაკლი მელიქიშვილმა და არა მარტო ქართული კრივის კომაგთა გულებში, მისი რეიტინგიც უკვე ავიდა იმ დონეზე, რომ სულ მალე დარწმუნებული ვარ ირაკლი იჩხუბებს უკვე რომელიმე მსოფლიო ქამარზე. თუმცა მანამდე რეიტინგის სრულყოფისათვის ირაკლის ჭირდება დიდი ბრძოლა და აი ეს დიდი ბრძოლა შედგება სწორედ აი ახლა 15 მარტს მისი მეტოქე სამხრეთ აფრიკელი მოკრივე გვარად მტემბუ უკვე თბილისშია, უკვე ადგილზეა და 8 რაუნდიან ბრძოლაში შეერკინება ირაკლი მელიქიშვილს. რაც შეეხება აიან და მტემბუს, როგორც გითხარით, სამხრეთ აფრიკელია, მანაც წინასწარ გამოგვიგზავნა ვიდეოები, რომ მხოლოდ ვერც კი ვამბობ თქვენ გვარსო, მაგრამ ჩამოვალ და ჩემი სახელი კარგად დაიმახსოვრეთ, რომ რაღაც დაახლოებით აი ასეთ სტილში დაემუქრა ირაკლის და დაგვემუქრა ჩვენ და დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერს ირაკლი მელიქიშვილი არაპატიებს და რინგზე აზღვევინებს
უნდა ვნახოთ აუცილებლად ეს თვალსასეირო ბრძოლა ირაკლი მელიქიშვილისთვის ეს იქნება უკვე საბოლოო ნაბიჯი, რათა ჩამოყალიბდეს რეალურ პრეტენდენტად, რომელიმე მსოფლიო ქამრის, იმას რეიტინგში ამ ბრძოლაში თუ გაიმარჯვა, უკვე შესაძლებელი იქნება, რომ თამამად მოვითხოვოთ მისთვის რომელიმე მსოფლიო ქამარზე ბრძოლის შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, ირაკლი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს, თუ მეტეს რომ ძალიან კარგი მზადება გაიარა, ბათუმში ჰქონდა შეკრება, საწვრთნელი ბანაკი ირაკლის და სრულ მზადყოფნაშია, სრულ ფორმაშია. განწყობა აქვს იდეალური და რაც შეეხება კრივის ცოდნა და ხასიათი ირაკლის არასოდეს არ დაეწუნებოდა. შესაბამისად, ყველაფერს დადებს რინგზე და დასჭირდება მხოლოდ და მხოლოდ კომაგების ძალიან მაგარი აქტიურობა და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. და აი მივადექით 15 მარტის თავარ და გამორჩეულ მოვლენას, ეს იქნება ლაშა გურულის ოლიმპიური პრიზიორის დებიუტი პროფესიონალური კრივის რინგზე. მოგეხსენებათ, გასულ წელს პარიზის ოლიმპიადაზე ლაშა გურულმა აახდინა წლების ოცნება ქართული კრივის კომაქტათვის და ოლიმპიური ჯილდო მოიპოვა, ბრინჯაოს მედალი, რომელსაც ქართული კრივის კომაგი დაახლოებით 24 წლის განმავლობაში ელოდა. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ ჭანტურიამ 2000 წელს მოიპოვა ეს ჯილდო. მას შემდეგ სანატრელი იყო ოლიმპიური მედალი და აი 2024 წელს ლაშა გურულმა ეს ანუკვარი ჯილდო ქართული კრივის კომაგებს ჩამოუტანა და ამით კიდევ ერთხელ აალაპარაკა ქართულ კრივზე მთელი საქართველო. და აი კიდევ დადგა მნიშვნელოვანი მომენტი უკვე ლაშას ცხოვრებაში, ის იწყებს თავის პროფესიონალურ კარიერას და სად თუ არა თავის მშობლიურ ქალაქ რუსთავში, სადაც შედგება კიდეც მისი დებიუტი. რუსთავში დარწმუნებული ვარ, იქნება და არის უკვე ძალიან დიდი აჟიოტაჟი, ისევე როგორც მთელ საქართველოში ლაშას ბრძოლასთან დაკავშირებით. როგორც გითხარით, ღონისძიებაზე დასაწყები ყველა ბილეთი თითქმის ბოლომდე უკვე გაყიდულია ამ მომენტისთვის და არ ვიცი, ეს იქნება სწორედ გრანდიოზული დახურვა აი ამ მართლაც უმაგრესი ღონისძიების, რომელიც შედგება რუსთავში ლაშას ბრძოლით. ლაშას მეტოქე განელი მოკრივეა, ახალგაზრდა, დაუმარცხებელი და უკვე გამოცდილი მებრძოლი პროფესიონალური კრივის რინგზე, რომელიცაც ჯერ არ უწნევია მარცხის გემო, შესაბამისად არც აქ აპირებს რაიმეზე უკან დახევას და მხოლოდ გამარჯვება იქნება მისი მიზანი. თუმცა ლაშა გურული იქნებოდა, რომ რაიმეზე უკან დაიხიოს, ან რომ ფიქრობდეს, რომ თუნდაც ისოდენა შანსი დაუტოვოს თავის მეტოქეს. დარწმუნებული ვარ, ლაშა გურული გვაჩვენებს უდიადეს პერფორმანსს, გვაჩვენებს შოუს, გვაჩვენებს სანახაობას, გვაჩვენებს უმაღლესი დონის კრივს და გვასიამოვნებს საკუთარი გამარჯვებით აი ამ ბრძოლაში. ასე რომ დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ ღონისძიებით ძალიან ისიამოვნებს ქართული კრივის ყველა კომაგი და დარწმუნებული ვარ, აი ამ ღონისძიების შემდეგ ქართულ კრივზე მთელი საქართველო ილაპარაკებს. ამისთვის, რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა ეკუთვნის საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირს, მის ხელმძღვანელობას, რომელიც უდიდეს სამუშაოს წევს აი ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის, ასევე მადლობა სპორტის სამინისტროს, მადლობა ქალაქ რუსთავის მერიას და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ჩართულია აი ამ ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებაში. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ მსგავსი ღონისძიებები, როგორც თავიდანვე თქვი, გაგრძელდება წლის განმავლობაში, ზუსტად იგივე და არანაკლები დონის შეჯიბრები იქნება, ტურნირები იქნება. უახლოესი არის 26 აპრილს უკვე თბილისში დაგეგმილი, სადაც არანაკლებ შოუს ვიხილავთ, არანაკლებ ორთაბრძოლებს ვიხილავთ, ასე რომ კრივის კომაგებო იყავით ყურადღებით, იყავით მზად ახალ-ახალი სახეების წარმოჩენისთვის, ძალიან მაგარი ბრძოლებისთვის, მსოფლიო დონის შოუებისთვის, რომელსაც გპირდებათ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი 2025 წელს. აუცილებლად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი Facebook-ის გვერდი კრივის სამყარო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი Boxing Georgia, სადაც აი ამ ყველაფრის შესახებ ყოველთვის იდება დეტალური ინფორმაცია და ყველა აქტივობა იქნება თქვენი ხელის გულზე. ერთად უქომაგოთ ქართულ კრივს.
ლეგენდარული თორნიკეც ესწრება აწონვებს. თორნიკე ყველგან არის. ოქრობიჭია, მომავალი ჩემპიონი. აი მე დავსვა, შენ შეიძლება მე დავსვა. მიმდინარეობს სამედიცინო შემოწმება. რის შემდეგაც დაიწყება აწონვები. გოგო რო ატარებს იმას მივცემ მეთქი და ხო? იმას მივცემ ჯوانს. აფერს რა ნიშნულობა აქვს? ეს არის ორჩვენებისთვის გასახდების. მაშინ მე რო შევიდე, თქვენ აიწყანეთ. შეგიძლია Satya, აროლი რომ მითხათ Wi-Fi. იმათ რომელი აქვს ინსტიტუტი? ეს გახლავთ ლაშა გურულის მოწინააღმდეგე. ხვალ 15 მარტს, როგორც ვიცით, ქალაქ რუსთავში ჩატარდება პროფესიონალური კრივის შოუ. შეჯიბრის ორგანიზატორია საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი, Smart Lab Boxing Promotion-ი, ქალაქ რუსთავის მერია და სპორტის სამინისტრო. გასამართი ბრძოლების ოფიციალურ აწონვას გახსნილად ვაცხადებთ. 70 კილოგრამამდე წონი კატეგორიის მოკრიბეები, რომლებიც იჭუებენ 4 რაუნდს, ჯანო ჰაცვანია, ქალაქი ზუგდიდი და მისი მოწინააღმდეგე გიორგი ხოჯოვანი, ქალაქი თბილისი. კილო. სამუზდო 3 და 700.
შემდეგი წვლილი 76 კილოგრამამდე წონის კატეგორიის მოკრივეები, რომლებიც იჩხუბებენ 6 რაუნდს. გიორგი ხუჯელანი, ფონიკალა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას, მადლობა მოგზაურობისთვის. როგორც ნახეთ, აწარმოების ცერემონიალმა ჩაიარა წარმატებით და მინდა სიხარულით ვთქვათ, რომ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ორგანიზებით ხვალ რუსთავის ახალგაზრდულ სპორტის სასახლეში მართლაც ძალიან გამორჩეული ღონისძიება იქნება პროფესიონალური კრივის. მე გეტყვით ორიოდე სიტყვით აი ამ ღონისძიების შესახებ, მინდა მადლობა გადაუხადო, რა თქმა უნდა, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირს, ქალაქ რუსთავის მერიას, საქართველოს სპორტის სამინისტროს, ასევე Smart Lab Boxing Promotions აქტიური ჩართულობისთვის და ყველა იმ კომპანიას, რომელიც ასეა აქტიურად ჩართული ამ ღონისძიების ორგანიზებაში. ახლა კი პირველი აუცილებლად მინდა პირველი სიტყვა გადავცე ბატონ ზვიად ფურცხვამიძეს, რომელიც არის Smart Lab Promotions დამფუძნებელი, აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთან და ბატონო ზვიად, თუ შეიძლება თქვენც რომ გაესაუბროთ აუდიტორიას უთხრათ თქვენი სათქმელი. მადლობათ ყველას. მადლობათ. მე როგორც ბოქსერი ყოველთვის მქონდა ოცნაობა, რომ საქართველოში და ქართველებს რაღაცნაირად ისე მოგეხმარო, რაღაცნაირად შემიძლია როგორც ბოქსერი, როგორც მენეჯერი, როგორც პრომოუტერი და ეს დღე ავიდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა რომ უთხრა გიორგის და ლაშას, რომ ჩვენ ერთად ვართ. ძალიან დიდი მადლობა მინდა რომ საქართველოს უთხრა, ძალიან დიდი მადლობა გიორგი კამბელაკს და თავის გუნდს მინდა მერია რუსთავის ძალიან დიდი მადლობა. რა ბოქსერს ვსწავლობ, რომ გახდეს სოფლიო ჩემპიონი. და იმაზე მივდივართ. დიდი მადლობა. ყველას მადლობა. თუ შეიძლება შემდეგ გადავცეთ სიტყვა უკვე ლაშას, რომელიც იქნება მთავარი ბრძოლა ამ ღონისძიებაზე. ლაშა, რას გვეტყვი, შენ პირადად შენთვის რას ნიშნავს შენ მშობლიურ ქალაქში ასპარეზობა, რას ეხმარებიან ბრძოლისგან, როგორ შეაფასებ მეტოქეს, მოკლედ ყველაფერი გვაინტერესებს, შეიძლება კითხვებიც იყოს, მაგრამ რამდენად ამოწურა უკვე შენ გითხარი პირველ რიგში. მოგესალმებით ყველას პირველ რიგში, მადლობა მოგზაურობისთვის. რაც შეეხება ამ ღონისძიებას, რა თქმა უნდა, მიხარია, ბედნიერი ვარ, რომ ამდენი წელი მოვიდივარ იმისთვის, რომ გავხდე პროფესიონალი მოკრივე, ვიასპარეზო პროფესიონალურ კრივში და ჩემი დებიუტი იმართება ჩემს ქვეყანაში და ჩემს მშობლიურ ქალაქში. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და ამის გამო მინდა მადლობა გადაუხადო ქართული კრივის პროფესიონალურ ფედერაციას, ასევე ჩემს პრომოუშენს, Smart Lab Promotions, რომელსაც მომცა ამ ყველაფრის საშუალება და მიხარია, რომ შემიძლია საკუთარი თავი გამოვავლინო ჩემი ქვეყნის და ჩემი გულშემატკივრის წინაშე. რა შეეხება ჩემს მომზადებას, ვფიქრობ, რომ მომზადება გავიარე სრულყოფილად. ვფიქრობ, რომ შემიძლია ვაჩვენო მართლა ლამაზი და კარგი შოუ, ვაჩვენო კრივის ის ელემენტები, მაგალითად, რომ კრივი არ არის უბრალოდ ჩხუბი, არ არის უბრალოდ რაღაც კელები იქნება და მიხარია, რომ ის შანსი მაქვს, რომ ვაჩვენო ქართულ ხალხს და ჩვენს ქვეყანას ქართული კრივის სილამაზე, ტექნიკა და ეს მთელი გამოცდილება, რაც ამდენი წელი ვიშრომე, ვაშენე ჩემს ნაკრებთან ერთად, მწვრთნელებთან ერთად. მიხარია, რომ მწვრთნელები აქესტრებიან ამ პრეს-კონფერენციას, ამ დიდ ღონისძიებას და ვესტები პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გავიმარჯვო, წინასწარ არ ვიტყვი და ვერ ვიტყვი როგორ იქნება ეს, მაგრამ ჩემი თავარი მიზანი იქნება, რომ გავიმარჯვო. რაც შეეხება ასევე იმ ხალხს, ვინც ამ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას და მიიღო მონაწილეობა, მათაც მინდა მადლობა გადაუხადო და ეს არის ჩემი ქალაქის თვითმმართველობა, ქალბატონი ნინო და მიხარია, რომ მაქსიმალურად გვერდში დამიდნენ, რაც მჭირდებოდა და როგორ მჭირდებოდა. დანარჩენი ვთვლი, რომ ღონისძიება იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ გამოდიან დამოსტილი მოკრივეები,
თავად ბრძოლამდე ბიჭები ეროვნული ნაკრების წევრები არიან, რომლებსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ღონისძიება გამოვა. საერთო ჯამში ვუსურვებ ყველას წარმატებებს, განსაკუთრებულად იმ ბიჭებს, ვინც ხვდებით უცხოელებს, ირაკლის, გიორგის, ლაშას, კერესელიძეს და დავილოდოთ ყოველდღე დღეს და ვესწრებით, რომ ყველამ გაგახაროთ. თუ ვინმეს კითხვები გექნებათ, რავი, პრესიდან, გამწვრის საზოგადოებიდან, სიამოვნებით გიპასუხებთ. მეც ნელ-ნელა გავიხსენებთ. ჩემთვის ახლა ეს პირველი პრესკონფერენცია, არ მაქვს გამოცდილება, მაგრამ ეს ჩემთვის უკვე გამოცდილება არის და ვესწრები, რომ ყველანაირად ნახეთ შენი მეტოქე ჩვენ შეგვიძლია დაამტრის საზოგადოებასაც კითხვებით მიმართოს. ნახეთ ჩვენი მეტოქე აიწონა რინგზე, ვიცით რომ დაუმარცხებელი მეტოქე გყავს, რას იტყვი მის შესახებ, გადახედავდი ალბათ მის სტილს და რას ფიქრობ უშუალოდ ბრძოლაზე როგორ წარმართება? ნუ რაც შეიძლება ჩემს მეტოქეს ჩვენ კონტრაქტს ხელი როდესაც მოვაწერეთ, მას ჰქონდა 5 ბრძოლა, 5 მოგება, მაგრამ ჩვენს დავუკითხავთ როგორც შანსს კიდე ერთი ბრძოლა ჩაუტარებია და ეხლა 6 მოგება აქვს და აქედან 5 ნოკაუტი. შემიძლია ვთქვა, რომ პროფესიონალ რინგზე გამოცდილება აქვს ჩემთან შედარებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრივში აქვს ჩემზე მეტი გამოცდილება, იმიტომ რომ კრივში შემიძლია ვთქვა, დავიბადე, გავიზარდე რინგზე. და ეს კი პროფესიონალური ბრძოლა განსხვავდება ოლიმპიური ბრძოლისგან, მაგრამ კრივია. ვინ როგორ აითვისებს, ვინ როგორ მოემზადება, ვინ როგორ ესე ვთქვათ, იჯნობს ამ ყველაფერს მაგაზია დამოკიდებული და ჩემთვის მე ჩემი თავი კი შეიძლება ითქვას დებიუტანტი ვარ, მაგრამ არ მიმაჩნია რომ რაღაცით ჩემზე ბევრად გამოცდილი არის. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველა მეტოქე ძლიერი მეტოქია, მათ ვაფასებ ისე როგორც ჩემპიონებს და გავდივარ საბრძოლოდ ისე როგორც ძალიან ძლიერ მეტოქესთან. ამიტომაც პირველ რიგში ჩემთვის გამოწვევა არის საკუთარ თავთან, მინდა საკუთარ თავს ვაჩვენო და დავამტკიცო და გავაკეთო ის პერფორმანსი, რასაც ქვია ჩემი შინაგანი ის კრივის ინტელექტი, ტექნიკა, ტაქტიკა და ასე შემდეგ, რაც ვიმუშავე ნაკრებთან ერთად, მწვრთნელებთან ერთად, რაც ვისწავლე, მინდა რომ ეს ყველაფერი გამოვიდო. ამიტომაც პირველ რიგში საკუთარ თავთან მაქვს ბრძოლა და მე მინდა ის შედეგი დავდო, რაზეც რამდენი ხანი ვიშრომეთ და რამდენიც რამდენი ხანი მოვდივართ. ამიტომაც პირველ რიგში საკუთარ თავთან და მე რა თქმა უნდა მეტოქესაც ვესწრები რომ ყველანაირად ესე ვთქვა თავისივე თამაში დავამარცხო. ხოდიში და შემექნება მაშინ კიდევ ერთი კითხვა დარწმუნებული ვარ კრივის კომაგებს ყველას დააინტერესებს ეს როგორია უკვე სამომავლო გეგმები პროფესიონალურ კარიერას იწყებ, ალბათ მეორე ფიქრობს რა იქნება შენს გარშემო შემდეგ ოლიმპიადისთვის თუ ფიქრობ და ამ შემდეგ როგორ შეათავსებ ამ ყველაფერს, აი ამ გეგმების შესახებაც რა უთხრა მაყურებელს დარწმუნებული ვარ საინტერესო იქნება. ნუ რაც შეიძლება ეს არის ჩემი აზრით პროექტი, ამ პროექტის ხელმძღვანელი მისის გვერდით და მისი გუნდი არსებობს ამისთვის, მათ მაიციან როგორ უნდა წარმართონ ჩემი პროფესიონალური კარიერა. რაც შეიძლება ოლიმპიადას, როგორც თქვენ ასენეთ, რა თქმა უნდა ჩვენ კონტრაქტი გვაქვს ისეთი, რომ წელიწადში ერთ-ერთი შევძლებ გამოსვლას და ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იქნება, რომ ჩვენს ქვეყანას მოუპო კიდევ ერთი ოლიმპიური медаლი, რადგან ვიცით, რომ სულ გვაქვს დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში 2 медаლი და აქედან ერთ-ერთი ჩემია, ერთ-ერთი медаლი იყო 25 წლის წინ და ერთი медаლი უკვე მოვიპოვებე 25 წლის შემდეგ. ვესწრები რომ 2028 წელს უკვე მეორე медаლი მოვუტანო ჩვენს ქვეყანას. პლუს კიდე რომ ციცოდეთ, მესამე ოლიმპიური პრიზერიც ყავს ბატონი რამაზ ფალიანი, მე უბრალოდ აღმოჩნდა დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში. ამ სამი ქართველი ვართ, ვისაც 3 медаლი გვაქვს. მომად მე მინდა გავხდე ისეთი ქართველი მოკრე, ვისაც იქნება 2 ოლიმპიური медаლი. ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მიზანი და რა თქმა უნდა პროფესიონალურ კარიერას და პროფესიონალურ მიმართულებას გავყვები ჩემს მენეჯერს, როგორც დამიხაზავს გზას, სადაც მეტყვის ბრძოლას, სოფლიოს ნებისმიერ წერტილში იქნება, თუ მომზადება იქნება, ბრძოლა იქნება, სადაც იქნება, გავყვები ამ ადამიანს. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ კაი ხალხის და კაი ადამიანების ხელშეწყობით, ეს მარტო ისი არ არის მე რომ გადავწყვიტო და იქ მინდა და აქ მინდა ისი არ გამოდის, ეს პირველ რიგში საქართველოს სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ოლიმპიური კომიტეტის ხელშეწყობით, ასე ვთქვათ, Smart Lab Promotion-ის ხელშეწყობით
პროფესიონალური კრივის ფედერაციის ხელშეწყობით, ნაკრების ხელშეწყობით და ისე ვთქვათ, ბევრი ადამიანი არის შემცირებული, რომელიც ამ ყველაფერში ხელს მიწყობს და ჩვენი საერთო ინტერესია რომ განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში ჩვენი სპორტი და ასევე უფრო მეტი შედეგი გავაკეთოთ. ამის გამო მადლობას გიხდით მაგ ყველა ადამიანს და მაგ ორგანიზაციებს. Siobemeti am observări, Gabriela მივიწვეულ ესე ვთქვათ, დაუშვერებ და ხვალებისთვის მოიზადები და გაჩვენებთ სანახაობას. დარწმუნებულია სანახაობა გარანტირებული გვაქვს ოქრეთ. კიდევ ერთხელ მადლობას ვეთქვი საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირს, რუსთავის მერიას, სპორტის სამინისტროს, Smart Club Boxing Promotions, M22-ს და მინდა გითხრათ რომ ჩვენი ხვალინდელი საკრივო ორთაბრძოლები 15 საათიდან დაიწყება რუსთავში. პირდაპირ ეთერი გავა YouTube-ის არხზე Boxing Georgia, ასევე მთავარი ბრძოლები Silk Sport-ზე უკვე 19 საათიდან დაიწყება. მადლობა თქვენ ყველას მოგზაურობისთვის. მივცეთ ახლა საშუალება მოკრევებს რომ ძალები აღიდგინონ და ხვალ დაველოდოთ ძალიან დიდ სანახაობას. მადლობა ყველას. Aia გაიმართება პროფესიონალური ორთაბრძოლები კრივში. რუსთავის სპორტის სასახლე. შეჯიბრი ტარდება უმაღლეს დონეზე. წარმატებები უსურვოთ ჩვენს სპორტსმენს გიორგი ხოჯელანს, რომელიც დღეს იბრძოლებს 4 რაუნდიან ჩხუბს. ემზადება გიორგი განსასვლელად. სულ მალე დაიწყება გიორგის ორთაბრძოლა. ემზადება ახლა კი მეგობრებო, შემდეგი ორთაბრძოლა სუბდიდელი ჯანო ფარცვანია თბილისელი გიორგი ხოჯელანის წინააღმდეგ. ეს არის ვითერვეით წონითი კატეგორია. ჯანო ფარცვანი 170 სანტიმეტრი 29 წლის პროფესიონალურ რინგზე გამართული 7 ორთაბრძოლა. რაც შეეხება გიორგი ხოჯელანს, დავით დათუშანს ჩვენ ხედავთ. გიორგი ხოჯელანი არის 21 წლის 177 სანტიმეტრის სიმაღლე, 4 ბრძოლა აქვს გამართული პროფესიონალურ რინგზე და ერთ-ერთ გამორჩეულ მოკრივე და პერსპექტიული მოკრივედ ითვლება თავის ტყუპისცალ ძმა გელა ხოჯელანთან ერთად. მათი მწვრთნელია დავით დათუშანი, საინტერესო პიროვნება, ძალიან კარგი მწვრთნელი, მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი
რომელიც მართლაც საუკეთესო მებრძოლებს ზრდის უკვე წლებია. სწორედ მის კუთხეში ვხედავთ ჩვენ ბატონ დავით დათუსას და სეკუნდანტად გიორგ ხოჯელანის მას გელა ხოჯელანს. რაც შეეხება ჯანო ფარცვანიას, მისი მწვრთნელია ზურა მექერიშვილი, აღზრდილია ზუგდიდში, თუმცა ამჯერად თბილისში ზურა მექერიშვილთან ვარჯიშობს ორთაჭალის დარბაზში. ორთაბრძოლა კი დაიწყო, მე ველი დაუნდობელ ჯახს და ვნახოთ ვინ მიიღებს გამარჯვებულის მოკლედ თქვენ თვითონ ხედავთ რადონის დაპირისპირება მიდის. ნახეთ როგორ ახლო ბრძოლაში არიან მოკრივეები. ორივე არის უმაღლეს დონეზე მომზადებული, კლინჩშიც მიდის მუშაობა. არაფერს არ დათმობს. არც ერთი მოკრივე. ჩვენ ხედავთ გულშემატკივრობას დარბაზში. ხალხი სკანდირებს მოკრივეების სახელს. ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს და ეს უკვე კრივი აღარ არის, ეს რაღაც ჭიდაობა. თუმცა ხდება და ეს აჩვენებს აი ძალიან დიდ კონცენტრაციას და მონდომებას, რომელთაც არიან მოკრივეები ერთმანეთის წინააღმდეგ გასული ფარცვანი ამ შეასრულა ძალიან მაგარი დარტყმა. დანარჩენი აი ასე ახლო ბრძოლაში მიმდინარეობს დაპირისპირება. დარტყმები კლავ ხოჯელანისგან. თუმცა საჯითვლის რომ ეს ნოკდაუნი არ არის, ხოჯელანი აგრძელებს აქტიურ შეტევას და ეს კი ნოკდაუნია. ეს რა ნოკდაუნი მარცხენა ხელით გიორგი ხოჯელანმა წააქცია ჯანო ფარცვანია, მაგრამ ფარცვანია მაშინვე ფეხზე წამოდგა. ხოლო ხოჯელანს შუბლი აქვს გატეხილი. სისხლი ჩამოდის და საჯმა შეაჩერა ბრძოლა. რათა მიიღო სამედიცინო დახმარება მოკრივე. იმედია სერიოზული არაფერია, სისხლი მოდიოდა აშკარად ხოჯელანს მოწმინდეს და გაგრძელდება ბრძოლა. ნოკდაუნი. და ეხლა კი რა დარტყმები ჯანო ფარცვანიასგან. რა ბრძოლას ხედავთ? საოცარი დაუნდობლობა, არ ვიცი. ასეთი ბრძოლა არაფერი, ძალიან ახლო ბრძოლა მიდის. ძალიან დაძაბულია ყველა მხარე, მათ შორის მელები, სეკუნდანტები და გულშემატკივრები. სხვანაირად შეუძლებელია რომ იყოს უდიდესი ძალისხმევას დებენ მოკრივეები აი ამ ბრძოლაში. საოცარ დაპირისპირებას ხედავთ. საოცარი დაპირისპირების მომსწრენი ვართ, მეგობრებო, უდიდესი სანახაობა აი ამის ყურება ნამდვილად ღირს. ჩვენ უკვე ვნახეთ ნოკდაუნი, ვნახეთ სისხლი, ვნახეთ უდიდესი დაუნდობლობა რინგზე და ეს მხოლოდ დასაწყისია. ხოჯელანს წარბი აქვს გახეთქილი, თუმცა სერიოზული არაფერია, ჩვეულებრივად გრძელდება ბრძოლა.
აი ნახოთ არა ეს არაფერია შორიდანვე იწყებენ და ფაქტურად ზედმეტი მონდომების ხარჯზე ხანდახან ჭიდაობაში გადაიზრდებათ ხოლმე ჩვენ მოკრეებს, თუმცა ნახეთ როგორი გახსნილი ბრძოლა, დაცვაზე საერთოდ არ ფიქრობს არც ერთი, მხოლოდ ერთმანეთის ჩეხვაზე არიან ორიენტირებულები, კიდევ უძლიერესი დარტყმები, სად დაგვთ ამდენი ენერგია ამ ბიჭებს? რამე ბრძოლებს ხედავთ ჩვენ რინგზე? რა ბრძოლა მიდის? ნამდვილი სისხლის ხრა ატეხილი მარჯვენა უძლიერესი ხოჯელანის შესრულებით. ახლა კი ფარცვანია პასუხობს. ისევ და ისევ ერთი წამი 60 სუნთქვის საშუალებას არაძლევენ მოკრევეები ერთმანეთს. ნახოთ რამდენ ხანს ეყოფათ ენერგია აი ამ ტემპში განაგრძონ ასპარეზობა მოკრივეებმა. როგორც ელოდი შოუ თავის მოლოდინებს ამართლებს და საოცარ დაპირისპირებას ხედავთ რინგზე, რომელიც რამდენჯერ დასრულდა აი ასე კლინჩიდან. მე მგონი ვაზარზე გადაყავთ ერთმანეთი ხანდახან ჩვენს მოკრივეებს. ნერვიულობს გულშემატკივარიც, ნერვიულობენ სეკუნდანტები. ძალიან ემოციურია აი ეს ბრძოლა. უძლიერეს და ფარცვანია მარჯვენა და დაუმატა კიდევ ერთი. ჰაერში ხდება და ისე ურტყავს ჯანო ფარცვანია. არ ვიცი ეს მე მგონი ერთმანეთის დასახოცად არიან მოსულები. ეს არის გლადიატორების ნამდვილი ორთა ბრძოლა. ოჩახ ბიჭებს კлау მარჯვენას ძალიან კარგად ურტყავს ფარცვანია, თუმცა ხოჯელანი არანაკლებად პასუხობს მას. კлау უძლიერესი დარტყმები. ერთი დაარტყავს, მეორე უპასუხოდ არ ტოვებს. გულშემატკივარი გააქტიურდა, ინგრევა დარბაზი და ნოკდაუნი. ჯანო ფარცვანიას შესრულებით ხოჯელანი ძირს არის გართხმული. ნახოთ და საუბარი უნდა დამშვიდნენ მოკრევეები, უნდა დამშვიდნენ სეკუნდანტები. ჯანო ფარცვანია უნდა დამშვიდეს. ესეთი რამე არ მოსულა, ესეთი რამე არ შეიძლება, ესეთი რამე არ შეიძლება, ესეთი რამე არ შეიძლება, ესეთი რამე მიუღებელია. ეს არის კრივი, ეს არის სპორტი და ყველამ უნდა დაიოყოს ემოციები კარგია ბრძოლის. თუმცა ბრძოლას, როცა მთავრდება ბრძოლა, ემოციები უნდა დაცხრეს. ნამდვილად არ არის საჭირო. ჩვენ ნახეთ დიდი ბრძოლა, განსაგებია რომ ემოციები პიკს აღწევს. ყველამ უნდა დაიწყნოს ნერვები, თორემ მოკრევებს დისკვალიფიკაცია არ ასდება და აი მიდის ჯანო ფარცვანია, გადაეხვია ვაჟკაცურად. აი სწორედ ეს არის კრივის სულისკვეთება. არა, იქ სეკუნდანტებთან არ უნდა ჩაერიონ. ყველამ უნდა დაიწყნოს თავისი თავი. ყველამ უნდა დაიმშვიდოს საკუთარი თავი. არაფერი არ შეიძლება. ბრძოლა შედგა და მას აქვს დასასრული, რომელიც ლოგიკურად უნდა დასრულდეს. აღარ არის საჭირო ზედმეტი არაფერი. ერთადერთი რაც შეიძლება აი ამ აურზაურთ მოკრევებმა ეს იქნება დისკვალიფიკაცია. ნებები ჩაცხრა და ვიქელავთ ხელისაწვევას. კრივი არის რაინდების სპორტი, კრივი არის ვაჟკაცების სპორტი, კრივის ძირითადი პრინციპია პატივისცემა და ეს ძალიან კარგად იციან ჩვენმა მოკრევებმა.
იმედია სეკუნდანტები და გულშემატკივრები დაწყნარდებიან პირველ რიგში. რაც ხდება რინგზე, რჩება რინგზე და რინგის გარეთ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ უნდა გაგრძელდეს. გასაგებია რომ ძალიან დიდი ემოციებია. გასაგებია რომ ძალიან დიდი ემოციებია. თუმცა ყველამ უნდა ჩავიწყოთ ეს ემოციები. ამ შოუს არ ეკადრება და მაყურებელს არ ეკადრება ეს მდგომარეობა რაც არის. ორივე ვაჟკაცი ბიჭებია, დარწმუნებული ვარ, დაიცხრობენ ახლა საკუთარ ემოციებს, სეკუნდანტებიც, მაყურებლებიც, გულშემატკივრებიც, თავად მოკრევებიც და ვაჟკაცურად გადაეხვევიან ერთმანეთს. აისაუბრებენ ერთმანეთთან მოკრევები. მგონი ჩავიცხრეთ ყველამ ემოციები. ეს კრივია, ეს სპორტია, ყველას აქვს თავისი ემოცია და მე განხილვა უნდა მოხდეს დამშვიდობი თუმცა თითოეული ეპიზოდის. ტექნიკური მიღწევები გაიმარჯვა. ჯანო ფარცვანია ამორთა ბრძოლის გამარჯვებული. წარმატებები გიორგი ხოჯელანს, რომელსაც გამოვარჩევ და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ არის უძლიერესი მოკრივე. ძალიან გამორჩეული თავის მასთან ერთად, ძალიან კარგ კლუბში ვარჯიშობს, ძალიან ბევრი შეუძლია. თუმცა ამ დაუნდობელ ორთა ბრძოლის შედეგს ყველამ პატივი უნდა ვცეთ. გასაგებია რომ გვექნება ემოციები, თუმცა შედეგია. წარმატებები და საომავლო თველით მთელი ჩაარტყეს ერთმანეთს მოკრევებმა და საომავლო თველით ორივე მათგანისგან მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესოს, მხოლოდ და მხოლოდ დიდ ბრძოლებს ქართული კრივის სასახელით. ფერს არ დათმობს არც ერთი მოკრივე. ჩვენ ხედავთ გულშემატკივრობას დარბაზში, ხალხი სკანდირებს მოკრივეების სახელს, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს და ეს უკვე კრივი აღარ არის, ეს რაღაც ჭიდაობა. ფარცვანი ამ შეასრულა ძალიან მაგარი დარტყმა. დანარჩენი ასე ახლო ბრძოლაში მიმდინარეობს დაპირისპირება. ასეთი ბრძოლა არაფერი ძალიან ახლო ნახოთ ამართლებს და საოცარ დაპირისპირებას ხედავთ რინგზე, რომელიც მე მგონი ვაზარზე გადაყავთ ერთმანეთი ხანდახან ჩვენს მოკრივეებს.
მე მგონი ვაზარზე გადაყავთ ერთმანეთი ხანდახან ჩვენს მოკრივეებს.